never slow up. No, I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებელო და მსმენელო, დღეს ვაგრძელებთ ისევ პრესის მიმოხილვას ჟურნალ გაზეთი ნიშადური 1908 წელი და ნახოთ თუ რა ხდება ქუთაისში. აქაური ხაბარ ხუბარი, აი ესეთი რუბრიკაა ქუთაისის განყოფილება. სავალდებულო დადგენილება. წელს ქუთაისის ვაჭრება დაადგინეს შემდეგი. მივიღეთ რა მხედველობაში რომ 1904 წელს ვაჭარ ნოჭართა შეერთებულმა კომისიამ ორივე მხრის თანახმობით დააკანონა 10 საათიანი სამუშაო დღე. სავაჭრო სამრეწველოებს აქედან ძალიან დიდი პრობლემები წარმოეშვათ თურმე. აი მიზეზი რა არის პირველი. ზედმეტ თავისუფალ დროს ანდომებენ ჟურნალ გაზეთებისა და სულელური ბროშურების კითხვას, რამაც გარყნა და ტვინი გამოურეცხა. ზედმეტი თავისუფალი დრო იწვევს ზედმეტ ხარჯებს, რასაც აუცილებლად მოჰყვება გაფიცვა. ჯამაგირების მომატების მოთხოვნით და გაფიცვა კი ძალაუნებურად მათ ამოაყოფიებს თავს იქ საცა მათი ნამდვილი საცხოვრებელი ადგილია. ნამდვილი ეს ჭყალებშია მოქცეული, ეს ნიშნავს ალბათ ციხეს, ხო? ალბათ მაგას გულისხმობს. აი ესეთი ამბები ყოფილა. გავაგრძელოთ ეხა შემდეგი რა ხდება. ხოლერის მოლოდინში სანიტარულ კომისიას დაეძინა. ქუჩებში შესანიშნავი სისუფთავეა, ჭყალებში წერია. კომისიის როლს ქალაქის მამების ჭყალებში წერია. დაუკითხავად ასრულებენ 4 ფეხა სანიტარები, რომელნიც ყოველ ღონისძიებას ხმარობენ ხოლერა და შავიჭირი ჩუმად კი არ შემოეპაროთ. აშკარად უშიშრად შემოგზანდეს ქალაქში. მოგეხსენებათ სანიტარო პრობლემებთან დაკავშირებით. ძმები ოცხელების ახლა დაშენებული სახლის წინ კანაოს სახით ჭყალებში არის მასაჟის გასაკეთებელი კაბინეტი. ვინც გადავარდება კანაო კაბინეტში, რა მოუახო წარმოგიდგენიათ, ალბათ ეგრევე სამასაჟო სახლში ამოყოფს თავსო. ეს ეთყობა ქალაქის მამებმა ჯერ ვერ შეამჩნიეს, რომ თორე ნამდვილად გადასახადს დააწესებდნენ. აქ არის სანიტარულ მდგომარეობაზეა ლაპარაკი, ეთყო რაღაც კანაო იყო, იქ ვიღაცები ცვიოდნენ და ამას დაარქვეს სამასაჟო სახლი.